ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დღითიდღე უარესდება. 1 ივლისს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქოში ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსეთის მოქალაქეები არიან. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებები ირანიდან შემოჰქონდათ და ინტერნეტის საშუალებით ყიდნენ. უწყების ცნობით დამნაშავეები კიბერთაღლითობაშიც არიან გარეული. რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილ არაკანონიერ ქმედებებთან დაკავშირებით ქვეყანაში ოპერატიული სამუშაოები გრძელდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსული გამოცემა სპუტნიკის აზერბაიჯანულ ფილიალში კიდევ 6 თანამშრომელი დააკავეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლით აღიძრა. ერთი დღით ადრე კი პოლიციამ სპუტნიკ აზერბაიჯანის ხელმძღვანელი და რედაქტორი დააკავა, რომლებთაც ბაქო რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. საქმესთან დაკავშირებით დღეს რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი რაჰმან მუსტაფაევი დაიბარეს და განმარტება მოსთხოვეს. Конечно, мы рассчитываем на то, что в самое ближайшее время იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში აზერბაიჯანულ მხარესთან პირდაპირი კონტაქტის გზით მივაღწევთ მათ გათავისუფლებას. მასმედიის წარმომადგენლების მიმართ ამგვარი ზომები აბსოლუტურად არ შეესაბამება საყოველთაო ნორმებსა და წესებს და რა თქმა უნდა არ შეეფერება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ხასიათსა და პათოსს. ვთვლით, რომ ეს საგანგებოდ ემოციური რეაქცია შეიძლება პირდაპირი ურთიერთობით, რომლის ფარგლებშიც ყველა დაყენებულ საკითხზე აეცემა პასუხი. მოსკოვი ბოდიშს არ იხდის და ბაქოს მიერ გადადგმულ ხის ნაბიჯებს არა მეგობრულს უწოდებს, თუმცა მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, დღეს რუსეთის უშიშროების სამსახურმა ეკატერინბურგში კიდევ ერთი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა. ბაკირ საფაროვი დაკვეთილი მკვლელობების საქმეზე დაკავებული მეოთხე პირია. ის ბრალდებებს უარყოფს. მანამდე დაკავებული ძმები ზაიადინ და ჰუსეინ საფაროვები კი დაკავების დროს დაიღუპნენ. აზერბაიჯანული წყაროები იტყობინებიან, რომ ისინი სასტიკად სცემეს. კრემლს არგუმენტად მათი ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყავს და ამბობს, რომ ათობით დაკავებული მძიმე დანაშაულებებთან იყო კავშირში. თავის ქალას გახსნის შემდეგ მყარ და რბილ ტვინის ქსოვილებში გამოვლინდა სისხლჭაქცევები. შეინიშნებოდა გულმკერდის ბლაგვი ტრავმა, რომელსაც თან ახლდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა ორივე მხარეს. სხეულის თითოეულ მხარეს აღმოჩენილია ნეკნის დაახლოებით 8 მოტეხილობა. რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობა დაგმო აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩმა. პიტერ მიჩალკო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი ძალადობის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს. ამ დროისთვის ეკატერინბურგში ჩატარებული საპოლიციო რეიდების შედეგად ათობით აზერბაიჯანის მოქალაქეა დაკავებული. საპატიმრო იზოლატორში ორი მათგანის დაღუპვამ რუსეთსა და აზერბაიჯანის შორის ურთიერთობები გაამწვავა. ბაქოს დიპლომატიური დემარში რუსული ღონისძიებებისა და ვიზიტების გაუქმებით დაიწყო. მოგვიანებით კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობით დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დაკავებით გაგრძელდა.